მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. გუშინ იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილ ცვლილებებს მიეძღვნა. თია იოსელიანი გიამბობთ. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს მიეძღვნა, რაც მის ხვალინდელ დღეს ასახავს, ანუ ძალაში არჩევნების დასრულების და ახალ არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ შევა. საუბარი თავდაპირველად შეცვლილი დეფინიციით დაიწყო, რის შესაბამისადაც ექსკლუზიურ უფლებამოსილებას უკვე საკუთარი დაერქვა, ხოლო ნებაყოფლობითი საერთოდ გაუქმდა. საკუთარი პასუხისმგებლობით მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვა თვითმმართველობებს უკვე შეცვლილი კანონმდებლობით და როგორც გაირკვა გაზრდილი ფუნქციებითა და როლით მოუწევთ. ცვლილებებისთვის შესაბამისად საკმაოდ გაზრდია უფლებამოსილებების საკრებულოს თავმჯდომარის, იგივე გამგებლისა და საკრებულოს წევრების შეზღუდული უფლებების ფონზე და თუნდაც ის რადღის, როცა მის უშუალო კომპეტენციაში შედის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების სახელმწიფო სარგოების განსაზღვრა არსებული ნორმების ფარგლებში. სიახლეა ისიც, როცა საკრებულოს გადაიცა უფლება დაამტკიცოს თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა. ასევე საქართველოს მთავრობის ნებართვის სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და დასაქმების ხელშეწყობა მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების საკითხში. მათივე განსასაზღვრია ინვესტირების მიმართულებაც. საინტერესო ცვლილებად ჩაითვალა მუნიციპალიტეტებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანადაფინანსებითი მონაწილეობა. საუბარი იყო კიდევ ერთ საინტერესო ცვლილებაზე, რის შესაბამისადაც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს გაეზარდათ უფლებამოსილებები და საკუთარ ბეჭედთან ერთად ავტომატურად მიეცათ სოფლის მოსახლეობისთვის ბევრ ნოვატორულ საკითხის ადგილზე გადაწყვეტის შესაძლებლობა. დასასრულს კი როგორც საერთო შეჯამების შედეგად გაირკვა, ცვლილებები პოზიტიურად შეიძლება იქნა შეფასებული, თვითმმართველობის როლი კი გაზრდილი. მთავარი ფაქტორი, როგორც აღინიშნა, ახლა უკვე მათთვის გადაწყვეტილებებში და მინიჭებულ უფლებებში ჩაურევლობა და რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში ზემდგომის ზემოქმედებისაგან თავშეკავება. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და სწორედ ამ თემებზე ჰქონდა დღეს საუბარი და ჟურნალისტებს, რომლებიც იყო მოწვეული აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალებიდან, გავაცანით ამ ახალი ცვლილებების თაობას. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში ცვლილება. ანუ ადრე გქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები და ახლა მათ დაერქვა ექსკლუზიური უფლებამოსილებები, საკუთარი უფლებამოსილებები, ხოლო ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონიდან იქნა ამოღებული. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რის შესახებაც აუცილებლად უნდა იყვნენ ალბათ ინფორმირებული პირველ რიგში ჟურნალისტები. შარშანდელთან შედარებით მართალია უფლებები გაზრდილია, მაგრამ თუ შარშანდელ მაგალითს გავიხსენებთ, ძირითადად ის უფლებები არ განუხორციელებიათ, მაგრამ თუ ეს ცვლილებები, რაც დღევანდელ მოქმედი თვითმმართველობის შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელებადი იქნება, ეს რა თქმა უნდა ხელშეუწყობს თვითმმართველობის როლის გაძლიერებას და იმედს ვიქონიებ, რომ ეს ცვლილება მართლა განხორციელდება. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელთა რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. ნინო ვაშალომიძე დეტალებით. გუშინ უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთა რეგისტრაციის ბოლო დღე იყო. ამ კუთხით გამონაკლისი არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გახდათ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აბიტურიენტთა რიცხოვნობა ჩვენს ქალაქში გასულ წელთან შედარებით გაცილებით დაბალი, 460-ია. რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლილა იმედაშვილი ახალგაზრდების დაბალ აქტიურობას, გამართლებას უძებნის და მათ პასიურობას სხვადასხვა გარემო პირობებით ხსნის. საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლა თავიანთ სკოლებში შეეძლოთ, ხოლო გასული წლების აბიტურიენტებს კი საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომლები ემსახურებოდნენ. ერთიან ეროვნულ გამოცდებში გამსვლელ აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულებულია. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, იგი 1 ივლისს დაიწყება და გურიაში საგამოცდო ცენტრი კვლავაც ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა იქნება. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ 42 აბიტურიენტი კურსდამთავრებული და რეგისტრირებული რესურს ცენტრში, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით მაღალია, დაახლოებით 15 ერთეული, 15 აბიტურიენტით. რაც შეეხება სკოლებს, არის სკოლები, სადაც ჩვეულებრივ კურსდამთავრებულებთან შედარებით პროცენტულად